მართალია, როგორც მარიკა ამბობს, ახლად შეღებილ კედლებს იქ უფრო უხდება. მაგრამ მაინც აქ იყოს. ჩემ 7 ძილს ასე უფრო უხდება. ერანგი, გაუთავებული, ხევუხლებელი, რასაოცრება. აბაზანაშიც არავინ არის? საუზმეც მოუმზადებიათ. მე მგონი მოვკვდი და 64-ში. ირაკლი, გაიღვიძე უკვე? არ მომკვდარ ვარ. მარიკა, შენ ხარ? არც 64-ში ვარ. მარიკა, კიდე მოგიხმარო? მადლობა, დათო. არაფერი. რატო დათო? ძალიან ცუდად თავარი რაკლი რა. რაღაცა ეს უძილობა დამჩემდა. აი ხელები და პეკები სულ დაბუჟებული მაქვს. რა დილობის ბრალი იქნება, დათო. რასაც შენ შრომობ და წვალობ. აი მეც ეგ მგონია, და რა უნდა ვქნა, ჰა? მე მგონი გარემო უნდა შეიცვალო. რო წახვიდე სადმე დასასვენებლად 1-2 თვით. კარგი რა ირაკლი აკალე. გეულები ცუდად ავარმეთქი შეკიდე მაიმუნობ რა. სულ მაიმუნობის ხასიათი სხვა შეიძლება იყო რა. მე ცუდად რო ხარ დათო. საკუთარ თავზეც უნდა იფიქრო. ეს ფული ჯანმრთელობისთვისაც უნდა გადადო. ამ მანქანებს რო იცვლი იმისავით. ვიცავი. აი ვიცავი, ხო აი ხომ მაგარი ხარ, ვიცავით მანქანებს, მითხარი, ვიცავი. იმასავით ვიცავი. კარგი ხო? კარგი. მოდი დღეს ჩემთან კლინიკაში ჩაგიტარებ გამოკვლევებს და გავიგებ რა გჭირს. არაფერი შენ არ გჭირს. იმასავით. რა დღეში ვარ. სანდრო, რა იმასავით შემოვარ. იმასავით რასავით? რა? აი იმასავით რასავით? გამანებეთ რა თავი რა. ირა იცი, ეხლა აქ რომ მოვდიოდი გზაში, იცი რა ლამაზი გოგო გავიცანი, ერთად მოვდიოდით, გაგაცილებო ასე მითხრა. მე ძალიან მოვეწონე რა. აქ რომ მომაცილა, მე მითხრა რომ ახვალო ზევით ვაიბრიდან გადმომხედე ხომ შვიდობით ახვედიო. მე გასასვლელი ვარ და ეს დამინაყე ხო? კარგი რა მარიკა რა, კარგი რა. ამის თავიდან ნერვები მაქვს ეხლა მე ამის კაკუნის. კარგი ირაკლი რა იმასავით იქცევი რა. მოიცა? რასავით? აი ლუწუნასავით. ლუწუნა როგორ ვერ მოვიფიქრე. დათო
გიხვეწები რა. ჩაიკეტა ისი, გაფუჭდა ისე მემგონის საკეტი და გაუღე, გამოუშვი რა. ეს რა ჭირს ამგვარად? რა ისე იქიდან ვერ იგება ხოლმე გაფუჭდა. გააკეთე მე. შენ გააკეთე. მე რატო ვითომ? აი მე რა გავხსენე რა. რატო სანდრო და ამ დროს შეიძლება ქვემოთ ცნობილმა კინორეჟისორმა ჩაიაროს და სასწრაფოდ დაგამტკიცოს თავარ როლზე. რა ბუნებრივად აკეთებს კარსო. ირაკლი, რა მაგარი იდეაა. გავაკეთებ მაშინ. ისინი არის ის ინსტრუმენტებიც იქ. იდა. ხო სანდრო, ხო. იდა. მოგეწონა შენი ოთახი ახალი გარემონტებული? კარგი რა დათო რა. ისედაც ნევროზი მაქვს და ვერ ნახე რა ფრად შეღება, ამ ფერმა სულ დამთრგუნა და გადამრია რა. ნერვოზი გაქვს კი. იდა. კიდე ოთახები გაგცოლოთ? არ მოგბეს რა. კიდე ჩაიკეტა ის მიდი გაუვიდა. იქითა კორპუსიდან ვიღაც ბავშვი ბინოკლით მიყურებს და იცის. გარჩვაცების ბავშვი უკრები ბარგეცე, დალები თაი. ნახე, რას მივაგენი? ესე იგი უყურე? ამას ესე დაატრიალე. და რა ზომაზეც გინდა აყენე. გენიოსი ვარ რა. თავარი როლი გარანტირებული. წავედი სამსახურში მაგვიანდება. მოიწონე რა მეც მოხდება. ხო, არ დაგავიწყდეს რომ დღეს უნდა მოხვიდე ჩემთან სამსახურში გამოკლებებზე. არა. მეშინია მე. ვისი გეშინია? იმათი. კარგი რა დათო რა, კარგი რა მოგივიდა რა იმასავით იქცევი რა. რაცავით იქცევი? ბლუწუნას. მე ერთი ეს გამაგებინა არჩვაძეების ბავშვი იქ ვის უყურებს? ან რასიცინის რამდება? არ ვიცი რა. ქეთევან ეს რა ყვავილებია? ვაიმე თამარ გემუდარები რა ეხლა არ დაიწყო ხო შენებურად ეს ყვავილები თამრი ეს ყვავილები ოთო მოგიტანა რა ვერ გაიგერო ეს ვიღაც ოთო არ მაინტერესებს და აი არა ხა თუ სამში მოქონდა ბარემ სამსახურში მოეტანა ვინმე მაინც დაინახავდა თამრი ეს მურაბა არ შეჭამო გაფუჭებულია და უნდა გადავაგდო საიდან მოიტანებ ხოლმე რა გაფუჭებული არა ის არის ესე რომ ვანიავო თქონება მე სულ ბანკში კი არ ვიმუშავებ გენაცვალე გაფუჭებული გადავაგდოთ აიტე ხარ ხოლმე აჰა გადავაგდოთ თამრი დღეს ხო იცი რომ ჩემი ლაშიკო ჩამოდის და აი არ ვიცი რომელი ჩავიცვა აბა მირში აი ეს თუ ეს ჰა ეს თუ ეს მაშინ ეს თუ ეს ჰა გარეთ ციცივია და რაკენი იცი სამივე ერთად ჩაიცვი კარგი რა თამრი რა დღეს ჩემი ლაშიკო ჩამოდის და რა არის რა როგორ მელაპარაკები ის ვაჟბატონი თვითონ იყო მოსული თუ ვინმეს გამოატანა ყვავილები თვითონ იყო მოსული ჯიპით და ყვავილები მოგიტანა ვიღას უკურს ეგ შენი ჯიპი და ყვავილები ერთი ნახოთ აბა ანაკლასნიკებში რა ხდება ქეთევან უჭყიპინებ მე არ ჭყიპინებ თამრი
სირცხვილია, გოგო, ნუ ჭყიპინებ. მე არ ჭყიპინებ, თამრი, მოდი, აჰა, შეხედე, მოდი, ნახე, მოდი. აი, შეხედე. შეხედე? ნაიძენო 2, აბეზვრეჟენო 2. ვირუსია? ალბათ, რა ვიცი. აუ, აი ამ არახამიას მოვკლავ რა, მე სულ 5-იანებს უწერ პლუსი და ამან ამასო 1-იანები. ქეჩევან. რა ვიფიქრე, იცი? ბატონო. ლაშას პირდაპირ დავხვდეთ აეროპორტში და საჩუქრები იქვე გამოვართვათ, თორემ სანამ ეგ მიგორდება სახლში. მერე დედას მიეალერსება, მერე დედას ბუშტს მოეფერება, სანამ საჩუქრებს გამოიტანენ და მოგცემენ. გამანებეთ. ვინ არის? პეპელა. პეპელა გაიგე. მოგოებო. მარიკასთან ვიყავით არ არის. მე ისეთი მე მქონი ტელევიზორი დარჩა ჩართული რაღაც ხმები ისმის. ანანო, იცი რა კარგია რომ შემოიარე რაღაც მინდა კითხო. რა იყო გეთევან? თვითფრინავში ხوار დამინახე ლაშასთან ერთად. არა, ნანო, არა, მაშინაც სულ ტყუილად გეჭმობით. მოდი, უნდა გაკოცო, ანანო, მოდი. ანანიკო, იცი რა, ნაღმის სულ სხვაგან ყოფილა ჩაგდებული. რა? კი. ნაღმი? კი. სად? გვერდით ბინაში. გვერდით ბინაში? კი. მე დავრეკოთ, გავაფრთხილოთ. სად უნდა დარეკო? მიდი დარეკე. მიდი დარეკე. მიდი დარეკე. რა გეშველება რა. წავედი მე მაგვიანდება სამსახურში. გადი, თამრი, შესაქმეს მიხედე. ნაღმიო და იცის ხო რა საშიშია? რა ვიცი, დაჯიგი ანანიკო, შემომხედე წუთით. დღეს ხო იცი, ჩემი ლაშიკო ჩამოდის და ანანიკო აბა მირჩიე, რომელი ჩავიცვა. ეს თუ ეს, ა? იცი, გარეთ სიცივია. ხო, გადი, ვიცი. მე თვითონ შევარჩენ, რაც უნდა ჩავიცვა. ვაი, მე ისე დღეს ეკას რეისიც, და ესე იგი ეკა და ლაშა ერთად ჩამოვლე, ხო? ანანო, აქამდე კარგად მოდიოდი და ეხლა ნერვებს ნუ მომეშურა. არა, ვაი, მე ისე ალბათ როგორ მოგენატრებოდა, ხო? ძალიან. ვაი, მე ისე მე როგორ მომენატრა? ბატონო? ეკა მომენატრა, ქეთევან, ეკა. აჰა, ეკა. აუ ძალიან მაგარი ვარ რა. 285 ლაში გავხსენი. აი მე მოდი ახლა იცი როგორ ვცადოთ? აი სამკარც რო ხსნის ისე აბა. აი მე აგური შენ და ჯანდაბა რა, შენ ჯამა. რთულ პირობებში მიწევს მუშაობა. ერთი წუთით აი ესეც დავა ბალანსე. თამარ კახას აქვს საქმე შენ. ცოტა ხნით საქმეს მოგწყვეტთ. მოკლედ მოკლედ გამოსასწრელი პერიოდი დასრულდა. ჩვენ ვაკვირდებოდით თქვენს მუშაობას და გილოცავთ, შტატში აგიყვანეთ. გილოცავთ, თამარ. მადლობა. თიკა, ერთ წუთი საქმე მაქვს. ბიცოლა გასულია აი მე ისტორია ხა გავგიშდა შეიძლება გული გამისკდეს აი მე რა მაგარია თამარი ვარ სამსახურში ამიყვანეს ვიცი რომ კარგად გესმის სიუზა ვიცია მაგრამ გახარებული ვარ და იმიტომ ხვირი გავითიშე სიხარულისგან. თიკა იმ დღეს შენ კი არ გეჭხუბებოდით, მე და ქეთევანი ნელიზე ვჭხუბობდით, რანაირად იქცეოდა რა იყო ეს რა. მაიმე თიკა შენ რომ არა ხო მე ხლა ისევ სახლში ვიქნებოდი და ჩხეიძეების ყავას დავლებდი ნიჟარაძეების ნამცხვართან ერთად.
დღეა და სანამ მოხვიდოდი რა მაგარი რაღაც გავაკეთე მართლა? რამბესლაში? 285-ში. შენ აღარ ხუმრობ თამარ. მოდი ხეცი რა ვქნათ? შენი სამსახურში აყვანა აღნიშნოთ. მე გოგოებს დაურეკავ და წავიდეთ სადმე. აუ ხო, ოღონდ იცი როგორ? ჩვენთან წავიდეთ ბარში და იქნებ ლიკა ტალახაძე შემოვიდეს და დასკდება გულზე. მოდი დათო, მოდი. უკაცრავთ. ცოტა ხანი დაგვტოვე, ხო? კი ბატონო, კი. მოდი ვიდეო კოდის გიხდი. ისე ინდია ძალიან მაგარი კომპოზიციაა რა. მოდი დაჯექი დათო დაჯექი. ესე იგი, რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლა, ეს გამოკვლევები საკმარისი არ არის. მე და შენ მოვიქცეთ ასე. აი ამას აღებ და ჩახვალ ქვემოთ და იკითხავ პაქსაშვილს. ხო. მიცემ და ეტყვი რომ გადაგიღოს. პაქსაშვილისგან რო გამოხვალ, მე იკითხავ მელიქიძეს. მელიქიძეს მიცემ ამას და თვითონ მიხვდება რა უნდა გააკეთოს იცის. ოღონდ, ეხლა მომისმინე? აქსაშვილის შემთხვევაში ჯერ გადაგიღოს და მერე მიეციეს. გასაგებია, ხო? კი. ანუ პაქსაშვილი, მელიქიძე. წადი და მოდი. მიდი. ირა ხوار მეთქი. კარგი რა დათო რა. ალო. გოგი. როგორ ხარ? აიც, როგორ ვიქნები გოგი? სახლში რემონტი, სამსახურში რემონტი. სახლში ცოლის ბიძაშვილი, სამსახურში ცოლის ბიძაშვილი. გოგი, გახსოვს მაკალათიას ცოლის ძმა რო გადავარჩინეთ? ხო, ხვალ ყოფილა ოპერაციის 4 წლის თავი და გვეპატიჟება. არა, გოგი, ეგ მაგის ცოლის ღვიძლის 2 წლის თავი. ხო, კარგი. შემეხმიანე. კარგი, გელოდები. აბა, კარგი. დიახ. მოხვედი? მოდი. გმადლობთ კოლეგებო. დიდი მადლობა. ეს რა მოიტანე? ეს რენტგენი, კარგია? ეს არის კარდიოგრაფი. გასაგებია. ახლა ჩვენ ასე მოვიქცეთ. ეხლა შენ ჩავდი პირველ სართულზე და იქ იკითხე გურას პაული. გურას პაული. მიცემ ამას გურას პაულს და იმან იცის რა უნდა გააკეთოს. გასაგებია, იქიდან რო გამოხვა, შედი კომპიუტერულ ტომოგრაფიაში, წერან რო გადავიღეთ, 5 ლიტრიანი რო დავტოვეთ. ხო. აი, შედი და იმის პასუხი წამომი. გურას პაული 5 ლიტრიანი ტომოგრაფია. გასაგებია. მიდი. ნათია გასულია. თქვენ ბრძანდებით. შევასწავლო. რომელი? კონტროლი რა. აი ნათია, მიმღების მორიგეობის გრაფიკი მინდა დეკემბრის. სასტრაფოდ შემომიტანე. რა არის? მორიგეობის განრიგი. მუშას ეხურა თავზე ძლივს ვიპოვე. კონტრეინს? არ ვიცი რა ქვია. ვინც ეს რემონტი მოიგონა რა. ხო, მოხდი? მაცი? მომატყვა ირაკლი გურას პაულმა. რა? გაიხედო და თითში მიჭხვიდა. არა უშავ გაგიოს დათო. მე რა მაინტერესებს იცი? იმ გურას პაულმა არაფერი გამოგატანა ჩემთან? კი. რა? ბამბა. ვიცოდი რა. მაგარი ვარ რა. ვიცოდი მაგ გურას პაულის ამბავი და იმიტომ გაგატანეთ ზმარი მაგასთან. ეხლა მომისმენე. შენ ეხლა წადი.
დამელოდე შენ დაიაცუ უორეში. მე 15 წუთის საქმე მაქვს, ანალიზის პასუხსაც ავიღებ, სისხლის წავიდეთ. ხო? თავისუფალი. მიდი. ნათია მორჩი შენ? კარგი. კარგი რომ თქვი მომდის. მიდი. სისხლი მომდის. კარგი დათო, კარგი რა. ერთი ნახოთ რა დაუწერეს დასკვნაში. რა? არა და არაფერი ეთყობოდა სა. ვაიმე დათო. ვაიმე რა უქნა გავიგნე. რა გავაკეთო რა? აი ეს ვაიმე ოტო გეხოცები აი აქ ვარ ჩაკეტილი ოტო გამომხედე რა კარები იღება შიგნიდან მიდი რა გამიღე გეხოცები რა ოტო ვინმეს მაინც დაუძახე ოტო შენ შემსავით ჩაკეტილი ხარ ხო ერთ ბედს ქვეშ ვართ აქ იყო სანდრო 2008 არა სანდრო შენ აქ არ დაიღუპები რაღაც უნდა მოვიდეს ხალხო მიშველეთ ხალხო აი ეხლა რაღაცა ისეთი უნდა დავიყვირო რომ ყურადღება მივიქცია მოიცავთო ხოდა შემოვიდა თამარი და ესე თქვა რა ხდებაო არა ეგრე კი არ იყო იცით როგორ იყო გოგოება არა ეგრე იყო თქვენ ხო არც რა ხდება გარეთ რა ხმაურია მე მგონი მიტინგია სალომე იმიტომ რომ რა შემოვიდა ვიღაც ყვირო და გადადეთი აღარ შემიძლია რა დავიღალე რა უი სანდრო ხო არ გინახავ მთელი დღე არ გამოჩენილა არა ნერვიულობ სალო გამოჩნდება არა ახლა რა მოვიდეს არც მინდა რატო თამარ უი შენ რა ხარ ვინც არ გიცნობს გოგოება რამე ხო არ გინდათ მე ბრენდი მინდა მარტინი ბიანკო მოხიტო თამარ ისა რა გინდა თიკა მე და თამარი დავლევთ ბეილისი მოგვიტანე ბეილისი ერთი წუთით ზუკას დაურეკა მოვალ აუ ძალიან მოწმოცა ეს გოგო ახლა თუ არ დაურეკა თავის ქმარს ისე არ შეიძლება თავისი ახალი ფეხსაცმელები უნდა რომ გვაჩვენოს მე კარგი რა ფეხსაცმელები ეგა მასიც არასდროს არ ჩავიცვა კაცრავად მოდი სიხარულო რა უკაცრავად ნანუკა ძალიან კარგი ფეხსაცმელები გაცვია ხო რა ვიცი მეც მომწონს მარი რა კარგი ზედა გაცვია მარტო მოგეწონა ავტომობილი თამარ შენ ძალიან კარგი ჟაკეტი გაქვს მართლა კეთევანი მე გავალ ხო გოგოებო ცოტა ხნით დაგტოვებთ აუ ამას რა ფეხსაცმელები აცვია
გოგოებო, ხო კარგი გოგოა თამარი. კარგი რა თიკა რა, საერთოდ რატო აიყვანეს ბანკში არ ვიცი. თიკა ძალიან რაღაცნაირი არ არის? მეც ვერ ხვდები რა უნდა ჩვენთან. ვერ ხვდები? თქვენ არ იცით, ხო? რა უნდა ვიცოდეთ? რადა თამარი არის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ამ სფეროში. ესა? ხო, თამარი გერმანიაში მუშაობდა ძალიან დიდხანს. იქ Deutsche Bankში. სად მუშაობდა? გერმანიაში. ხო. აბსოლ, რა მაგარ ფორმაში ხარ? მოდი თამარ დაჯექი. ეხლა უყვებოდი გოგოებს გერმანიაში რომ მუშაობდი Deutsche Bankში. Deutsche. ხო. თამარ დიდი ხანი ცხოვრობდი გერმანიაში. პრინციპში დიდხანს მომიწია. თავარში ხარ თუ ფილიალში? თავარში. 35 სართულზე მუშაობდი. და 30-დან მე-40-მდე რა, ვის კაბინეტში რა ხდებოდა და ვინ რას ლაპარაკობდა, ყველაფერიზე პირად ვიცოდი. გოგოები გესტაპოს მეძახდნენ. ისიც მოუყევი გოგოებს უფროსი რომ ცოლობას გთხოვდა ჰანსი. არა, გაყოლოდი რა. არა. რატო? ჭორფლიანი იყო. იმან მითხრა მე საქართველოში ვერ წამოვალო და მე ხმაურიან ბერლინში ვერ გავჩერდებოდი. და ესე გიждდება ჩემზე დღემდე. მაგიტო წამოხვედი გერმანიიდან? არა, მაგიტო არა. ბერლინში ჩამოვიდა შევარდნაძე. აურია იქაურობა. მე წამოვედი, ჩამომყვა აქაც აურია და ეგრე შევჩი. ხო, იუზა. იურგენ. ძალიან ცუდად მუშაობს ეს გერმანული ქსელები. გერმანიიდან დაგირეკეს? ხო, მირეკან ხოლმე თანამშრომლები. ძირითადად ბიჭები. თამარ, სიმპათიური თანამშრომლები ხარ და ებრაჭებოდნენ? მაგრამ მოგიყევი. მოგიყვეთ? მოყევი, მიდი. ხო, კარგით. მოგიყვებით? აი მე რომ მახსენდება მეცინება. ერთი იყო სანდრო. სანდროს შენ არ ეძახდი, თორე ისი ალექსანდერი არის, ხო? უი, ხო, ალექსანდერი. ლონდონში ქონდა განათლება მიღებული. პოეზიაში იყო, აი ძალიან მაგარი, ლექსებს წერდა რა. აუ მე ერთი ტიპი ამეკიდა მხატვარი, დეივიდი. ეგ მეც მახსოვს, ხო მომიყევი. ძალიან მდიდარი იყო. თურმე მანქანაზე იცვლიდა. რა გაგიჭირდა გერმანიაში ცხოვრება? აუ რა არის, იცი, თავიდან მაგრად გამიჭირდა, მაგრამ იქ მეზობლები დაამეხმარდა რა, ჩემ წინ ცხოვრობდა ქმარი რა, იყო გერმანიის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. და ცოლი ყავდა, აი ულამაზესი, მაღალი, ქერა, დიზაინერი რა, სულ რემონტებზე და ინტერიერზე ლაპარაკობდა. აი, იცი რა ხალხი იყო, აი მარტო ეგენი რატო? შენს გვერდზე რო ცხოვრობდა ის გოგოც მე ვიცი რომ არაფერს არ გაკლებდა. ხო, ისი ძალიან კაი გოგო იყო. დაიმე ერთხელ მე და იმ გოგომ ვიღაცები დავაშტერე. მიშველეთ ქალებო.
იმატოვა. ვაიმე, ნელა ცოტა ნელა. არა კი წავიდოდი, მაგრამ ამ ხელა ლონდონში ეს პატარა გოგო საწავიდეს, საწავიდეს. ნელა რა მაღალია. ეთევა ნორმაში. მომაშორი ხლა ესენი აქედან მომაშორი მომხსენის ეს ნერვებს მის ყველაფერი ნერვებს მის. მომაშორი ერთი წუთი. მაცადე ვაიმე. კარგი რა ქეთევან რა მიგატოვა. რაღაც გაუგებრობა ალბათ რა. მაცადე გადამაყლაპე რა მაცადე. გამოიწია ფეხებში უმეპლანდები შეგიძლია ფეხებში და ეკა გამაგებინე ერთი რაღაც დაგავალე და ისიც ვერ გამიკეთე. რა უნდა გამაგებინე ლაშიკოს თვალხურის დევნასა? იქნებ შენ ხარ გარეული, რა ვიცი. ჩემგან რა უნდა ვერ გავიგე. და გიხოცები ცოტასაც გაუზელი, ეკა ძალიან ცოტა გადარჩა. ეხლა ტელეფონში გინახავს ლაშას ნომერს და როგორ იყობს მე თავს დაგანებებს. კარგი ქეთევა, ნუ ნერვიულობ რა. დარეკავს აბა საწავა. კარგი რა მარიკა, კარგი რა, შენი ჭირი მერწუთი მაცადე რა, კარგი რა, მადლობა. ირაკი რომ არ ჩამოსულიყო რასიზამდი. რასვიზამდი და შპანერს გავაკრავდი. ეს სანდრო მაინც აწავიდა რა. სანდრო რა შუაშია? რა ვიცი, ვკითხავდით რაღაცას დავიჯერა, ხო ლონდონში ერთხელ მაინც არ დაიკარგა. კარგი რა გეხვეწები რა თამარი არ გამახსენო. ვაიმე თამარმა რომ გაიგოცნო მის ალუბლისფერი მანტო არ ჩამოაქვს. გაგიჟდება, გადაირება თამარი, გადაირება. ვაიმე არ ვიცი, აი რა ვიფიქრო, უბრალოდ არ ვიცი. აბა, არ ვიცი რა ვიფიქრო. ვაიმე ნეტა რამე ხო არ დაემართა? ხო, ნეტა რამე ხო არ დაემართა. ხო არ დალია და პატრულმა ხომ არ გააჩერა. ხო არ დალია და პატრულმა ხო არ გააჩერა. შეხედე კიდევ აჯობებს. პიტვა. ოხლა შატორონჯაძე რო ჩამოხვალ, ვაიმე. ეკა შეიძლება რა საყვარელია, ეკა ვერც მეჭუბები. იცოდე ლაშიკო, აი ხვალაც თუ არ ჩამოხვალ, ხო? აი ხვალაც თუ არ ჩამოხვალ, დაემშვიდობი აი ამ ლეპტოპს. ჩამოვა. რა შენ არ გაგიგია რომ ამბობენ ერთ გოგოზე 5 კაცი მოდისო რა. მე მინდა მიტოვა, გენაცვა. ამას ერთი ხავს, შენ ერთი ხავს, მარტო ამას 4 ხავს. არ ვიცი. ვაიმე ლაშიკო რა. ოხლაშა რა. შემიძლია მე. მე თვითმფრინავიდან ხო არ გადმოხდა. აი ხობუშტია ეგა. ვაიმე ეს გოგო მომაშორე. ვაიმე რა. მოდი დათო. მოდი გაიხადე დათო, გაიხადე ჩემო დათო. მოდი. დაჯექი ნელა. კინო ტელევიზორ ჩაგირთო. აი შენ ტელევიზორი ჩაგირთე? აჰა. და აი პულტი კონდეს და სადაც გინდა შენ თვითონ გადართე, ხო და? მიდი. ირა ხო კარგად ხარ? კი დათო. მეც კარგად ვარ და შენც ძალიან კარგად ხარ. ისე რა მაგარი მანქანა ყავს დათო? გაუცებ მოვედით. მართლა გევაზაი რა. ერთი სიამოვნებაა მაგით გზავრობა დათო. დასლაპარაკო. რამე ხوار მოგიტანო? არა. კარგი. ირაკლი როგორ ახარ? მე რა მიჭირს რა?
მე თქვი რამე მოხდა თქო? აბა მე რა მიჭირსოდა? მე ზაზუნაზე ვამბობ რა, ზაზუნაზე აქ არის აღარ შემიძლია. დათო, ესე რაღაცა ცუდი ფერი გაქვს, ხო? არა ჩვეულებრივი ფერია. გადასწარევი ფერია. გინდა ჩაი დათო. კი. მიდი დაეხმარე მარიკას დათოს ჩაი გაუმზადე. მიდი გადაცვალე, მიდი. შენ ამას დასუყურებ რა, ექიმია თუ რა, რა იცი ამან ფერი როგორი უნდა ქონდეს. გადასწარევი ფერი გაქვს დათო. გადასწარე, უყურე ტელევიზორს რა კარგი ფერი გაქვს. შაქრიანი გინდა ხო? კი. სამი კოვზი ხო? სამი კოვზი ჩაუყარეთ ჩემ დათოს. კარგი. სამი კოვზი. ია. ხო. რა მინდა გთხოვ? რაც გინდა დათო. ყველაფერი ვთქვა. ეს რა ჩემი ოთო მომიყვანე აქ. რა? ოთო მომიყვანე რა გეხოცები რა ირა რა გეხოცები რა. ხო კარგი ხო? დათოსთან ვინ მოდის? პატარა ოთო მოდის? დათოსთან მოვიდა. ირა, ამის უკვე გეშინია, რა გინდა კარგია, საყვარელი პატარა. მოდი ირაკლი მოიფერე. რა? მოიფერე რა, ნაგე როგორი საყვარელია, მომეფერე გეუნდება. სამა, ახლა შეუყვარდა თერთმეტი? ჩემ დათოს ირაკლი შეუყვარდა. დათო შენი ჩაი. მომეცი აქ. ნახო ცხელი ხო არ არის, პირი არ დაეწვას. კარგია, დალია. ანანო, გაიგე. ეხლავე. მურაბა ხوار მოვატანე. არა? კარგი. უი, თამარია. უბრალოდ თამარი კი არა. ეხლა უკვე ბანკის ოფიციალური თანამშრომელი თამარ ღლონტი. მადლობა. ირაკლი როგორ ახარ? კარგად ვარ. თამარ მეც კარგად ვარ და სულ ყველა კარგად ვარ. სანდროს რატო ძინავს? სანდრო. რა? ვაიმე გაიყინა? დიდი ხანი ვიყავი გაყინული. გააჭინეთ იქ. დაჭი. მოიცადე მე იმას. რომელი წელია? პრეზიდენტი ვინ არის? მაპი მოგცეს? დათო? შენ კიდევ აქ ცხოვრობ? მე ზღაკლდა ამ საწყობს. მომეცი სანდრო მომეცი. ой, აი, გამარტი. აი ესე სანდრო, მიდი, გათბი სანდრო. გათბი. აი ესე. ირა. მე მგონი მე და 20-საც შევცივდა. შევცივდათ დათუნა? ახლავე. ასე ეს შენ და აი ასე და ესეც არ გამოჩნდება. აი ამაზე მეშლება ნერვები რა. რა იყო დათო მითხარი, მთხოვე რაც გინდა. აი ეს რუსები რო ის აქარენ არ გადიან რა. სხვა რამე მთხოვე რა დათო. არჩევ ყველაფერი შეგისრულებ. ირაკლი. და ასე რატო ექცევი რა ყდება? შენთვის ლაპარაკი არ შეიძლება დაწყარდეს ანდრე.
ძალიან მაგრად გავერთეთ რა და იმაზე სულ გაგიჟდნენ რო უთხარი დოიჩე ბანკში მუშაობდი მეთქი გერმანიაში. ირაკლი, დოიჩე ბანკში მუშაობდიო? ამდენი ხანი ვიყავი გაყინული? ოსანდრო. ხო. გამარჯობა. მოვძანდით. ირაკლი სახშია? სახშია, აი, მოდი. ამ ხალბატონ საქმე. გამარჯობა. ნათია? მოდი ერთ წუთი გუგაცრავთ. ხო. რა ხდება ნათია? ირაკლი ქიმო, დათოს ანალიზები შეცდომი წამოიღეთ. ის ანჯაფარიძის ანალიზები იყო. რა? ხო, აი დათოს ანალიზი, ყველაფერი ნორმაშია. მადლობა ნათია. რაიმე მარიკა გრაღალე რა. კამარა, აბა სამსახურის საქმეზე ლაპარაკობენ. რაიმე მარიკა, რა გულობ ყვილო გოგო ხარ? აი ამას ხაზე რაზე უნდა ილაპარაკონ. შენ ამას ვერ გაიგებ. Besame mucho. Da araperi. Besame mucho. Sandro არ შეგცივდეს დაიფარე. ჩაი მიბოდეთ. გმადლობთ. ეს ვირთხა მომაცილი აქედან. მიდი დროზე. მარიკა წავედი რამე წავედი. მაიცა მე წავალ. კარგი ის დაგირეკავ ხვალ დილით ჩემი მობილური დაკომპის. ის მომიდა და ისა. ხანში და ვისაკეთო. ხო, მე ციცირისი. დაგირეკავ დილით ჩემი მობილური. გაიგო. დილით მობილურზე წამოდი თუ მოდიხარო. ვაიმე, ჩემი მობილური აივანზე დამრჩა. რა გითხრა, ასეთი იმბობა მასე უსაფრთხო შეიძლება. ალო ხო გეთევარ მე ვარ კი ცოცხალი ვარ არა რა მომიტაცეს არა ყველაფერი კარგადაა არა უბრალოდ რაღაცა შეიცვალა და დამთხოვეს რომ უნდა დავრჩე ცოტა ხანი არა ორ დღეში ჩამოვა მეც კარგი კოცი კარგი არა ჩემი კაზინოში შესვლა არ შეიძლება რა ალო ხო დედა მე ვარ დედა მაცევრისთვის რომ მქონდათ პული გადალახული ხომ არ დაგიხარ ჯავ